ფრანგული საწყობების ქსელ ანტრეს მე-6 ობიექტი გაიხსნა თბილისში მარჯანიშვილზე. ახალი ობიექტი ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა. ოფიციალურ ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის ელჩიც ესწრებოდა. ახალ საწყობში მენიუ მთლიანად ფრანგულია და პროდუქცია ფრანგი შეფმზარეულების მზედამხედველობით მზადდება. წელს მერკურის დაჯილდოებაზე ანტრემ წლის საუკეთესო მცირე ბიზნესის ჯილდო დაიმსახურა. ანტრე არის ძალიან კარგი მაგალითი მცირე საშუალო ბიზნესის საქართველოში. კომპანია, რომელიც მერკურის დაჯილდოებაზე მცირე ბიზნესის ჯილდო აიღო ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად და სწორედ ვითარდება, არის კარგი მაგალითი ფრანგულ ქართული ინვესტიციის საქართველოში. აპირებენ ამ მაღაზიის შემდეგ დამატებით კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნა თბილისში წლის ბოლომდე. სუმთლიანად წლის ბოლომდე იქნება 10 ანტრეს მაღაზია და დასაქმებული იქნება 200-მდე ადამიანი. I think it's important for several reasons. ანტრე საქართველოში ფრანგულ ქართული ინვესტიცია. თბილისში ანტრეს უკვე 6 მაღაზია. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ ხალხს ხარისხიანი საქმის კეთება ერთად კარგად გამოსდის. ქართულ სამზარეულოს დიდი ისტორია აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ფრანგულ ქართულ შეთავაზებას სიამოვნებაა.